რას ამზადებ? მე ვამზადებ გოგრის კრემსუპს. ოკეი. აქ არის ჩემი ინგრედიენტები ძირითადად. მე ვამზადებ ხაჭაპურსა და ჰოთ-დოგს. ჩემებურად. შინაურულად, სახლურად. ცომი უკვე გავხვა. რამე თემა ხო არ მოხსვლია თავში. პირველ რიგში მე გავაზიარებდი იმას, რა შეიცვალა ჩემთვის წინა ლაპარაკის მერე, იმიტომ რომ რაღაც დასკვნებამდე წინა ვიდეოს, ხო? ხო. აბა რა ვთქვი? ლაპარაკის. ლაპარაკი ვიდეო რა მოგა. ხო, ის შეიცვალა, რომ იდეაში რამდენიმე დღე მომიწია, მერე მოგეხსენება შენს გარეშე ყოფნა, სახში მარტო ვიყავი და ჩემდა გასაკვირად და შენდა გასაკვირად და როგორც მე აღმოჩნდა. არც ერთხელ არაფერი არ გამომიძახია და სულ მე თვითონ ვიკვებებოდი ჩემი გაკეთებული საჭმელით. გარდა მაგისა, შენ თვითონ იკვებებოდი, არავინ გეხმარებოდა. ვამზადებდი მე თვითონ და ვიკვებებოდი მე თვითონ. ოკეი. გარდა მაგისა, ხო ანუ ის დავიწყე. შიგადაში თუ აღმოვაჩენ ხოლმე რომ ანჭურჭელია გასარეცხი ან რაღაც ეგეთი ამბავი, მაგასაც ვითავსებ ხოლმე. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თუ კვირა ნახევრის რამდენიც გავიდა. მეც შენიშნებაში. სხვათა შორის ფრიად გასაკვირი იყო. აი მე რო კაი ბიჭი ვარ, ეგ გასაგებია, მაგრამ შენთვის რა შეიცვალა? მე ჯერჯერობით Hello. არ ვარ გაშინაურებული ბოლომდე. დიდი ხანი არ ყოფილ ვარ სახლში და რაღაცები სხვანაირადაა. რაღაც ვერ იმოშვები. ვერ თავსდებ, ვერ მოვიფიქრე როგორ დაგავაკეთო. თან ცოტა მაინც დაძაბულობაში მოაქვს კამერას. ხო, თავისთავად. არაფერი, მივაჩვევით. ხო და რა შეიცვალა იმის მერე არ ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ მეფიქრებოდა თემაზე, რომელზეც ვილაპარაკებთ. ოხ. ხო. ანუ ახლა რო ჩამოვედით ხორვატიიდან, მეორე დღეს რო წავედი ბანაკში, მოგეხსენება. და შენც ახსენე, რომ დაახლოებით 1 კვირა ვიყავით ცალ-ცალკე. 6 დღე. და მე მგონი საინტერესო იქნება მაგაზე თუ ვისაუბრებთ ცალკე ყოფნაზე, მიჯაჭვულობაზე ზოგადად. როგორ გრძნობდით თავს ცალკე მე, ცალკე შენ. აი, წამიდან დავაბლენდერებ და გავაგრძელებ. კი, დავი, ძალიან საინტერესო. ძალიან ანუ საინტერესო თემაა ზოგადად და ისედაც ხო ადამიანებს გვახასიათებს მიჯაჭვულობა და მაგას თუ აკეთებოდი შენ თავში როგორ განიცდიდი? მეც შემიძლია რომ რაღაცები ჩემი მხრიდან დავამატო. მანგოს არ გავს? კი. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ ადრე მეგონა ვერ გავძლებდი ამდენი ხანი ცალკე. და გახსოვს ბათუმში არა. შეკვეთილში რო იყავი. აჰა. ივლინებით რო ვიყავი წასული, 3 დღე იყავი ხო თუ რაღაცა? დაახლოებით. თითქოს ნორმალურად ვიყავი, მარტო სახლში და რაღაცა.
მაგრამ რომ დაბრუნდი, ვიტირე გახსოვს? თუ არა? კი. დემისმენ. კი. მახსოვს. ხო და ეგ მე მგონი არაჯანსაღი იყო. თუმცა მოგენატრე და ემოციებს გამოხატავდი. ანუ არაჯანსაღი რატო იყო ეგ თქვი მაშინ ახლა ეს არაჯანსაღი და ამ არაჯანსაღი. არა, მაგას არ ვამბობ. არაჯანსაღი შეიძლებოდა ყოფილიყო იმიტომ რომ შენზე მოეხდინა გავლენა. გეფიქრა რომ არა არხივს ამ გოგოს მარტო დატოვება, ასე რომ ინერვიულა და მოვენატრე და რაღაცა და აღარ წასულიყავი აღარსად. არასდროს. რა თქმა უნდა, მარაზმია, მაგრამ არ გამორიცხავ ვერაფერს ადამიანი. ჩვენ შემთხვევაში თუ არა ეგრე სხვასთან შეიძლება იყოს. სხვასთან არ ვიცი რა რობოდა, მაგრამ მოდი ჩვენ თავზე ვისაუბროთ. რაც ნახდათ ვიცით რომ ეგრეა და ხო არ ვიცი ანუ შენ მითხარი მაშინ როგორ გწნობდი ანუ ჯანსაღად გწნობდი მაშინ თავს თუ არა ჯანსაღად ჯანსაღად გწნობდი ეხანდელი გადმოსახედიდან ეხაც ჯანსაღად გწნობ უბრალოდ ხო მომენატრე და ვიტირე რა ეხლა რო ჩამოხვედი ეხლა იტირე არა ეხლა ვიტირე თბილისში რომ დავბრუნდი თორე ემოციებისგან არ მიტირია მარცხ ქალები არ ტირიან ახალი სტერეოტიპი შემოვაგდე ქალები არ ტირიან კაცები ტირიან აი არ მინდა ეხლა ძალიან იყოს ეს დიალოგი უფრო ეფექტური მინდა რომ იყოს ვიდრე ხო რაღაცები იქნება ეფექტური რაღაცები არ იქნება ბუნებრივობის ისიც ეგაა ხიბლი რას ფიქრობ მიჯაჭვოლობაზე ზოგადად ვაფშე ეგეთი ანუ აი ეგეთი გადაწყვეტილებები ეხ პირველი რაც გამახსენდა ისა ხოლმე ურთიერთობის გამო სასწავლებლად რო არ მიდიან სხვა ქვეყანაში ან რაღაც ანუ ეგეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე რო ამბობენ უარს რა მაგაზე რას ფიქრობ ყველამ თავის საქმეს თვითონ იცის, მაგრამ მე არ წავიდოდი და გეტყვი რატო. ნუ რა თქმა უნდა, იმას გააჩნია რა რამდენი ხნით მიდიხარ. მაგრამ სიტყვაზე კარგი ვთქვათ 1 წლით. მე არ წავიდოდი, იმიტომ რომ ვიცი ეგ მიგრაცია რამხელა უბსკრულს აჩენს ადამიანების ურთიერთობაში. ანუ გაძლებით გავძლებდი შენს გაძლებდი რა თქმა უნდა, მაგრამ ან ვიცი რამხელა გეფიჩნდება რა ურთიერთობებში და მაგის გამო თავს შევიკავებდი. ნუ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ერთად წავსულიყავით. ცოტა ცნობილი ან არ მოველოდი შენგან ნატო არ მოველოდი, ნათქვამი მაქვს ეგეთი რაღაც. ხო, მაგრამ მაინც რა. შენ გონია აზრი შევიცვალე? ჰა? გონია აზრი შევიცვალე? ხო, რავი, არ მგონი არ ვიცი, ნუ ათი გაქვს ნათქვამი და არც ისე. არა, ამაზე არ შევიცვლი აზრს. 2 თვით წავიდოდი, თუ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და 3 თვით და მეტით არ მიღირს. ხო, მაგრამ რა იცი, ანუ სასწავლებლად წასვლას დასვიძახით, მაშინ მოდი, ანუ მაგისტრატურას გულისხმობ უფრო მეტად თუ რამე ანუ კურსებს თუ მე არ გულისხმობ არაფერს, შენ შემოიტანე ეგ თემა და შენი გულისხმე მაშინ და მე გეტყვი. გაჩნია რა, ანუ უბრალოდ თუ იმიტომ მიდიხარ უცხოეთში სასწავლებლად, რომ
უბრალოდ უცხოეთში წახვიდე სასწავლებლად. მაგ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ანუ თუ გამიზნულია რაღაც და იცი რომ შენს ცხოვრებაზე, შენს კარიერაზე, შენს წარმატებაზე დიდი გავლენა ექნება, მგონია რომ კარგი კომუნიკაციით შესაძლებელია მაგ ამბის ისე დალაგება, რომ შვიდობიანად ჩაიაროს ყველაფერმა. ანუ არ ვამბობ, რომ ზეგავლენას არ იქონიებს რა ურთიერთობაზე. ცალსახად იქონიებს. მაგრამ რავი, ანუ თუ ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი თუ სწავლე, ანუ თუ ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლებელია და დამხმარე იქნება ადამიანისთვის ძალიან, მგონია რომ პირიქით პარტნიორი გვერდში უნდა დაუდგეს მაგ დროს. შემთხვევაში შეიძლება უთხრას კიდევაც, რომ ჯობსო წახვიდე. გვერდში უნდა დაუდგეს, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ჩემი გამოცდილებიდან მაგას არ გავაკეთებდი. ზოგადად გამოცდილებიდან. ეგეთი შემთხვევა რა თქმა უნდა არ მქონია ზუსტად, მაგრამ ზოგადად ურთიერთობებზე ვამბობ. გავიქ. რომ მიდის ხალხი და რაც არ უნდა ახლო იყოს, უცხოვდება. რავი, ეს მაინც თეორიული მსჯელობა გამოგვდის, ახლა სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდებით, თავისთავად. ფაქტის წინაშე აღმოჩნდებით, მე შეგვეძლება მაგაზე პასუხის გაცემა. თავისთავად. აი, ახლა რომ მიდიხარ კიდე 4 დღით, როცა არა, იმედია არ აღმოჩნდებით. 5 დღით რომ მიდიხარ მაგასთან დაკავშირებით. შვენივრად ვგრძნობ თავს. ბანაკშიც ახლა 6 დღე რო ვიყავ, შვენივრად ვგრძნობდი თავს. ბევრი დრო არ მქონია რომ მეფიქრა ეგეთ რაღაცებზე. სულ რაღაცას ვაკეთებდი, სულ ჩართული ვიყავი და სულ იქ ვიყავი, სადაც ვიყავი. ახლა მივდივარ, კარგ საქმეზე მივდივარ და მიხარია ძალიან. აი, რა საქმეზე მიდიხარ? კონფერენციაზე მივდივარ ბავშვთა განვითარების საკითხებზე. ბათუმის ვალდორფის სკოლაში. გამიხარდებოდა თუ შენ წამოხვიდოდი 1-2 დღით და იქაც გავატარებდით დროს, მაგრამ თუ არ წამოხვალ, ეგეც არ იქნება პრობლემა. როგორ გავაკეთო ახლა საკუთრეთი. შენ გაქვს რამე გეგმა? რა არის შენი გეგმა? სანამ მაგაზე გიპასუხებ, მოდი შენი პროცესიც გადავიღოთ რასშვები. 2 მახინჯი ჰოთ-დოგი მოახვია. მოახვია მახინჯი ხაჭაპურებს, სამაგეროდ გულით არის გაკეთებული და გემრიელი იქნება. დაჭერე? თითქმის. აუჩქარო? მე არ გაჩქარებ ღმერთის ჭული. 15 წუთი გავიდა მასობაში. შენ გინდო და 9 საათში მორჩება. აი, მე და გენგეგმა აქვს. მე გენგეგმა ის მაქვს, რომ ვიმუშაო, ვიმეცადინო და დავისვენო. ყველაფერი ერთად? ნაწილ. როგორც ყოველთვის იდეაში. ნუ სხვა რამეს ვაკეთებ ხოლმე? ნო. მაგრამ ალც იმას გამოვრიცხავ, რომ დავქოფო მანქანა და ბათუმში ჩამოვიდე.
ოკეი. ამასობაში ჩემი გოგრა დაჭრილია. აი, ესეთი ლამაზი გოგრა მაქვს. ეხლა სტაფილოც დაიჭრება. სტაფილოც დაჭრილია. წყალი დასხმულია. მოყავი შე როგორ იყავი ეს 5 დღე თუ 6 დღე. საინტერესოა. პილპილმარილი დაყრილია, მაგრამ პილპილი უნდა მექნა თუ არა არ მახსოვს. ცოტა პილპილი ყველაფერს ხდება, მე თუ გითხ. ცოტა პაპრიკა. ყელში სიმწარეს როტოვებს კარგია. ცოტა გალინა პლანკა, თუ რა ქვია? გალინა პლანკა. პლანკაზე უტკება. პლანკა უწიოთ. პლანკა ხო ისაა კაცო. ჯოხი. ვარჯიში. ვარჯიში ცოდის და ჯოხიც. ტარამ. ეგ არის. ასე გამოიყურება გოგრის კრემსუპის არც ისე ესე გამოიყურება ჩემი ხაჭაპური, რომელიც გამოცხობა და უფრო ლამაზი იქნება. სიტყვა გაგაწყვეტინე. ბოდიში. კითხვა იყო შენ როგორ იყავი? მე როგორ ვიყავი? მარტო. აი, კამერა გავასწორე. ეს კამერაც კარგად არის. ეხლა მე ველოდები და ეს თავზე წამოგადგები და დასაკეთე. ამ კამერაში ვილაპარაკებ. საინტერესო იყო ჩემთვისაც რა, ანუ თავს ვაკვირდებოდი მაგ პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, საღამოობით ვიყავით ხოლმე კონტაქტზე, ძირითადი დღე მაინც ისე გადიოდა, რომ ძირითად შემთხვევაში არ ვეხმიანებოდით. მეც დაკავებული ვიყავი, შენც ბავშვებთან ერთად ჩართული იყავი. იცი რა, mixed feeling-ები მქონდა უფრო მეტად რა. რაღაც მომენტებში ისე ანუ კარგად ვგრძნობდი თავს, საინტერესო იყო მარტო ყოფნა. რაღაც მომენტებში ძალიან შემომაწვებოდა ხოლმე ეს მონაწილეობის ამბავი და მომენატრებოდი ხოლმე და ხო ანუ რავი, ჩემი დამოკიდებულება კი იცი ეგეთ რაღაცეებზე, რომ ანუ ქვეყანა არ იქცევა მაგით რა. ანუ ეხთან მით უმეტეს, რავი, ხანგრძლივი პერიოდი არ ყოფილა რეალურად 5 დღე არ არის იმდენი, რომ აუტანელი იყოს და კი ანუ ცალსახად მენატრებოდი, ცალსახად მინდოდა რომ შენთან ერთად ყოფილიყავი, მაგრამ ისი არ იყო, რომ აი ხა ვაიმე ავედი მოწევაში. დავქოფე მანქანა. ხო რა, ანუ ადეკვატურად ვიტყვი, რომ ადეკვატურად შევხვდი მაგ ყველაფერს. ვამაყობ შენ. ანუ მოიწხვდები ადეკვატურად რატო არ უნდა შევხვდე. ანუ მართლა რეალურად არ არის ხა 5 დღე იმდენი, რომ ადამიანს გაძლება უჭირდეს რა. ან თან ხო რა.
ან ძირითადად დროს ერთად რო ვატარებთ ხოლმე მაგიტომ და ნუ ავი ბოლოს როდის რომელი დღე გახსენდება რომ ცალ-ცალკე დარჩენილი ყავით სადმე მაგიტომ თორე ხო და პირიქით ანუ ის არის და ნუ აქცია კამერას სულკე ამ კამერაში ხო ჩანო ანუ მე თუ მკითხავ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობისთვის რომ რაღაც ეგეთი ფანჯრები არსებობდეს რომ ანუ ადამიანს შეეძლო საკუთარ თავზე დაკვირვება, რეფლექსია ხო და მაგიდან გამომდინარე ისევ არ მგონია რომ ანუ თუ ადამიანისთვის თავის სასწავლებლად წასვლა იქნება თუ რამე სხვა შესაძლებლობა მაგაზე უარი უნდა თქვას ანუ არ ვამბობ რომ ურთიერთობა უნდა შეიწიროს მაგას ეგ სისულელია რა მაგრამ პირიქით ხო ანუ ადამიანები არა ვიცი რომ არა ანუ ადამიანები იმიტომ ვართ ერთმანეთისთვის და მხარდამჭერები იმიტომ ვართ ერთმანეთის რომ ანუ ეგეთი რთული სიტუაციები როცა ანუ რთული ურთიერთობისთვის გულისხმობ და ანუ ეგეთი რთული ურთიერთობისთვის ეგეთი რთული სიტუაციები როცა გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს თორე ხინში ყველა უდგას ისედაც ერთმანეთს გვერდში yes ქორწინების დროსაც ხო მაგაზე ვაწერთ ხელს რომ ერთმანეთს დაუდგებით ერთად ვიქნებით ჭირში და ხინში და ჭირსა თუ ხინში ჭირის გამოვლინება სხვადასხვანაირია ხოლმე როგორც წესი ახლავთ აი იდეაში ნელ-ნელა შეჯამებისკენ რო წავიდეთ მე მგონი ეგეც ვერსია იმიტომ რომ შენი კერძის ძირითადი ნაწილი მოამზადე და ჩემიც ხალხება და პროსტო დასკვნასავით რომ გავაკეთოთ რომ რას მივაგენით ახლა რამდენიმე წუთში აქამდე სად ვიყავი? რას მივაგენით? დაიწყებ? შენ დაიწყე. იდეაში მე ვიცოდი ისედაც შენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგიდან ნუ მე რაც უცხოელი მაქვს. ვიცოდი ისედაც შენი აზრი საკითხთან დაკავშირებით. და ცოტა განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ მესმის შენი. სწავლასთან სასწავლებლად წასვლას გულისხმობ. ცოტა განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ მესმის შენი, არ გაქვს ეგეთი გამოცდილება და სხვანაირად უყურებ რაღაცებს. ზოგადადაც, რავი, ადამიანები ვართ, ინდივიდუალურები ვართ. სხვადასხვა გვარად უყურებთ ყველაფერს. რა აღმოვაჩინე? მე აღმოვაჩინე მაგალითად. აღმოვაჩინე, რომ გენატრებოდი. შენ რა აღმოაჩინე? არ მენატრები ხოლმე თუ არ მithქვამს. არა, რაღაცა ისე დრამატულად აღწერე, რომ ეგრე არ წარმოვედგინა მაინც და მაინც. აღმოვაჩინე ის, რომ იდეაში ანუ ეგეთი რაღაცების პირიქით დაგეგმილოთ გაკეთება უკეთესია ხოლმე ურთიერთობისთვის და ანუ ეგ გაძლევს საშუალებას, რომ საკუთარ თავს დააკვირდე და საკუთარი თავის შესახებ უფრო მეტი გაიგო რა. და ანუ მათ შორის გამკლავებაც ისწავლო რაღაც ანუ მომავალში თუ დადგა ეგეთი
ადამიანისთვის კრიზისული სიტუაცია იდეაში, ანუ რაღაც საფუძველი გაქვს, გამოცდილება გაქვს, როგორც შეგიძლია და ეგ გადაიტანოს შედარებით მარტივად. ეხლა ხმამაღლა ვაშხერებ, მაგასთან ეგეთი განცდა მაქვს, რომ ანუ აი რაღაც ძალიან იმას თქვი, დიდ დრამას ვდგავ, რომ აი 5 დღე რო ადამიანი წასული და ერთი კვირა, ანუ მაინც ვფიქრობ, რომ არა, ეგ ძალიან ბევრი დრო რა. მაგრამ მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვანია, რომ ანუ დაგეგმილად ეგეთი რაღაცეების გაკეთება ურთიერთობისთვის ჯანსაღი შეიძლება იყოს. და საუბარი. რაც მთავარი. რეფლექსი. ახლა? არა. ზოგადად? საუბარი რეფლექსია. აი, ეგ არის და გორესი. უკვე ზადყოფნაში რო იქნება კერძები. მე ვჭამოთ. მეგობარო, ჩამოვალ ეხლავე და გავწევ ამას. ამასობაში მე ხაჭაპურს ვახვევდი და ხინკალი გამომივიდა. მგონი უნდა ვცადო, ხო? არასდროს გამიკეთებია. რაღაცას გავს, ახლა გინდა. მე მოვწავს. ხაჭაპურს ვაკეთებდი და ხინკალი გამომივიდა. დავიღალე. მომწონს. ხინკალი გავაკეთოთ. მე და ჩემი ბიძაშვილი ვაკეთებდით ხოლმე სოფელში ბავშვობაში. ხინჭაპურებს ვეძახდით და რაღაცა ასეთი იყო იდეაში. ხაჭაპურებს ვახვევდით ხინკლის ფორმაში და სოფელში ფეთში ვაცხობდით ხოლმე. და ვეძახდით ხინჭაპურებს და იდეაში ეგ არის ეს. მალე დავაკეთე. მოიც ჭამს ვიღებთ? შევკრათ. ყმაყოფილი ხარ? ამებით კი. როჯამ უფრო ყმაყოფილი ვიქნები. მე ვიდეოც რაც გამოვა ყველა ერთად ვნახავთ ბოლოს. ძალიან გადავხო. აურამდენი მართ ყველა. ჩვენ და 300 კაცი. ერთი კოცილის უფრო კია. ჩვენ მიზანი ხო ეგ არა. ძალიან იდეაში დასწვავდი რა. ჩემი აზრით ამ ყოველთვის მიზანი ჩვენთვის ისაა, რომ ანუ ნუ მე მინდა რომ გავაკეთოთ, რომ ანუ ბოლო პერიოდში ვგელაპარაკებოდი ხოლმე მაგაზე, რომ რაღაცა კვებას რაღაც მოვხებოთ იქნებ ისე, რომ სტაბილურად, ნორმალურად ვიყვებოთ რა და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ორი კუთხის ერთად დაჭერა და ერთი მხრივ მაგას თუ შევძლებთ, რომ კვება კარგად დავარეგულიროთ და ჯანსაღად ვიყვებოთ სახში მომზადებით და მეორე მხრივ ყველაფერი როგორც რაღაცის მოგზაურობა ავსახოთ. იდეაში ჩვენთვისაც, ნუ ჩემთვის, ჩემთვის მე საინტერესო იქნება მაგ ყველაფრის ყურება თავიდან და რაღაც პერიოდი რო გავა გახსენება იქნება, რომ ვისად ვიყავით და საიდან მოვდივართ და საინტერესოა და მეორე მხრივ ხოლმე ვინმე თუ შემოგვიერთდება და გვიყურებს მაგ პროცესში, იმათვისაც საინტერესო შეიძლება იყოს. კეთახვები და მხარს გიჭერ.